მე სიმართლე გითხრათ, მსგავსი დეჰუმანიზაცია ადამიანების, ნებისმიერი ადამიანის ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან არ მიკვირს ეს მხეცური გამოსახლებები, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, რომ არაერთხელ ყოფილა მსგავსი წარმოუდგენლად მძიმე დამოკიდებულება ადამიანებთან, ვინც სარჩოსთვის იძულებულია, რომ თავშესაფარი იპოვოს ისეთ ადგილებში, რომელიც შესაძლებელია საერთოდ არ იყოს, თქვათ, მისაღები თუნდაც ბავშვებისთვის საცხოვრებლად. ამიტომ დეჰუმანიზაცია ზოგადად მოაქვს ზუსტად იმ კორუფციას, გამეფებულ ძალიან მძიმე კლეპტოკრატიას, რაც გულისხმობს მართლაც მცირეთა მმართველობით გაფუჭებულ, ასე ვთქვათ, მდგომარეობას ადამიანების, ხო? ანუ ეს არის სიღარიბე, ეს არის კორუფცია, ეს არის წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობა, ვთქვათ, ისეთი ადამიანების, რომლებსაც არ აქვთ ელემენტარული შემოსავალი, რომ საკუთარი ოჯახების პირობები დააკმაყოფილონ. ამიტომ ესეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან მე მართლაც მეჩვენება ბუნებრივი ქართული ოცნების რეჟიმისთვის, იმიტომ რომ მათ არ გააჩნიათ ადამიანების მიმართ მგრძნობელობა. პირველ რიგში აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვა იმას, რომ ფაქტია, რომ რეჟიმში არის გარკვეულწილად შიდა დაპირისპირება, ამაზე გამოდის ცალკეული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ზუსტად გულისხმობს იმას, რომ ფულის მოსახვეჭად და ფულის ამოსაღებად და კაპიტალის ამოსაღებად ბიძინა ივანიშვილი არ ერიდება უკვე, თქვათ, იმ ადამიანების დაშანტაჟებას, ვინც ქართული ოცნების გუნდში არიან და იყვნენ და მათ შორის ბიზნესის დაშანტაჟებას. ეს გულისხმობს იმას, რომ, თქვათ, იგივე მერობის კანდიდატისთვის ასევე ამაზე ინფორმაცია გამოდის, არის გარკვეულწილად შიდა დაპირისპირება. ეს გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილის რეპრესიული მეთოდები მიწვდა მათ შორის ქართული ოცნების ამ შიდა კლანურ რაღაც, ასე ვთქვათ, გარჩევებსაც, მაგრამ ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ყველაფრის თავი და თავი ეს არის რეჟიმი, რომელიც დგას მხოლოდ შავ ფულზე, დგას რუსულ მმართველობის სტილზე, რეპრესიებზე და სწორედ ამას გვეუბნება ჩვენ ევროკავშირიც, რომელმაც გაავრცელა ევროპარლამენტმა გუშინ განცხადება, რომ თუ ქართული ოცნება არ შეწყვეტს რეპრესიული პოლიტიკის გატარებას, მაშინ საქართველოს ვერ ექნება ევროინტეგრაციის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შანსი, რომელიც შეიძლება საბოლოოდ დასრულდეს, ისევე როგორც დასრულდეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, თუ ჩვენ პირველი ჩამოგვართვეს უვიზო და მეორე უკვე საბოლოოდ დაიხურა და ამოიქოლა ის ფანჯარა, რომელიც არის ევროინტეგრაციის ფანჯარა. ამიტომ ამ მთელ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მოსამართლეების გადაწყვეტილება, პოლიციის დამოკიდებულება, რომელსაც საერთოდ გარეგანი წესრიგიც მე დავწერე, არ შემეძლო, საერთოდ არ მახასიათებს და ფიქრობ, რომ ნამდვილად წარმოუდგენელი ადამიანის, ვთქვათ, რაღაც გარეგან ფიზიკურ შესაძლებლობებზე, ვთქვათ, ან გარეგნობაზე ხაზგასმა, მაგრამ პოლიციელები, როგორც იქცეოდნენ და როგორც გამოიყურებოდნენ, ეს ჩემთვის იყო ძალიან გულდასაწყვეტი, მტკივნეული, იმიტომ რომ პოლიცია დაკარგა ყველანაირი, ასე ვთქვათ, საკუთარი იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვათ იყო მოწესრიგებული და პოლიციელს გავდე პირველ რიგში, რომ ადამიანი დაიცვა. რამდენი ხანია ჩვენ აღარ გვინახავს ადამიანების მიერ კონკრეტულად პოზიტიური დამოკიდებულება გამომჟღავნებული პოლიციის მიმართ. ამაზე პროპაგანდაც აღარ იწუხებს ქალტომანა თავს. იმიტომ რომ პოლიცია არის მხოლოდ სადამსჯელო რეპრესიული ინსტიტუტი, რეჟიმს არ სჭირდება, რომ პოლიციას ჰქონდეს ჰუმანური სახე, რეჟიმს სჭირდება, რომ პოლიციას ჰქონდეს სახე, რომელიც მას აქვს, იმიტომ რომ სადამსჯელო მექანიზმია და ინსტრუმენტია მის ხელში. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ესე იქცევა, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე რიგითი პოლიციელებიც მას უნდა ესმოდეთ, რომ ჩადიან წარმოუდგენლად მძიმე დანაშაულს. ისევე როგორც ნებისმიერი რიგითი, რომელიც სრულ ჩვენებას აძლევს, ეხლა ახობაძის გადაწყვეტილება იქნება ორშაბათს, ხო? ასევე სხვიტარიძის გადაწყვეტილება, რომელიც სრულმოწმეების მიუხედავად სრულმოწმეების მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, კვალიფიკაციაც კი შეუცვალა პროკურატურამ, იმიტომ რომ ვერ დამტკიცდა კონკრეტულად ის ფაქტი, რომ თქვათ საბა ამოიცნო პოლიციელი, იმიტომ რომ მართლაც
არაფერს გვანან, ხო? ანუ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ შეიძლება აქვთ შეგრძნება, რომ რაღაცნაირად რეჟიმის, ვთქვათ, წასვლის შემდეგ, დამარცხების შემდეგ, დასუსტების შემდეგ ისინი რაღაცა ძალაუფლების ვერტიკალს შეიცვლიან, ამ შინაგან ღერძს შეიცვლიან და გადაბარგდებიან სხვა ბანაკში, მაგრამ ეს უნდა ესმოდეს ყველას, რომ შემსრულებელიც ისევე როგორც დამკვეთიც და მითითების მიმცემიც არის ერთი ბოროტების ჯაჭვი და ამ ბოროტების ჯაჭვს აქვს რეალურად ერთი სახე, რომელიც არის ეს ოლიგარქიული ძალიან მძიმე მმართველობა, რეპრესიული, რომელიც გაცილებით უფრო დამძიმდა, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევადარეთ შარშანდელ მდგომარეობას ქვეყანაში, რა მდგომარეობაც იყო, ხო, თქვათ, იგივე არ ვიცი, თუნდაც პოლიტიკური პარტიების მიმართ, თუნდაც ვთქვათ დისკუსიების მიმართ, თუნდაც სამოქალაქო სექტორის მიმართ წელს მდგომარეობა არის გაცილებით მძიმე და გაცილებით უფრო დამძიმდება, იმიტომ რომ ესე ახასიათებს რეჟიმს და ამ რეჟიმს ვერ ექნება ვერც პოლიტიკა დევნილების მიმართ, ვერ ექნება ვერც გამოსახლების ჰუმანური ან ვთქვათ ბავშვების მიდგომის კონტექსტში ჰუმანური გადაწყვეტის გზები, იმიტომ რომ რეჟიმი თვითონ აპრიორი გულისხმობს იმას, რომ იგი არის სასტიკი. და ზოგადად კიდე მინდა გავიმეორო და მე ვფიქრობ მანტრასავით უნდა ვიმეოროთ ყველამ, რომ ზუსტად ამას ითხოვს ევროპის კავშირი. ევროპის კავშირი ამბობს, რომ თუ არ შეწყდება რეპრესიები, თუ პოლიტიკურად დაკავებულებს პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებენ, თუ რეჟიმი არ წაიღებს უკან იმ კანონებს, რა კანონებიც არის მიღებული ზუსტად იმისთვის, რომ ესეთი რეპრესიული გახდეს რეჟიმი, მაშინ ყველა შემთხვევაში ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგი, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს დარჩება მიღმა, აბსოლუტურად მიღმა ევროინტეგრაციული პროცესების და უფრო მეცაც გეტყვით, სხვათა შორის გუშინ გაავრცელეს თქვენ ეს ინფორმაცია, მაგრამ ზუსტად მე 2 დღის, რამოდენიმე დღის განმავლობაში ვადევნებდი თვალს პროპაგანდისტულ არხებს, მაინტერესებდა იქნებოდა თუ არა ელემენტარულად ან თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვან წვრთნებზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში 25-დან ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით არც ერთი სიტყვა, მხოლოდ ერთი განცხადება იყო, რაღაც უშინაარსო განცხადება თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, არც ერთი სიტყვა პროპაგანდისტულ არხებზე, გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად კვლავ პროპაგანდის ნიაღვარი მოდის ზუსტად იმ სიტყვებზე, აღარც მინდა ახლა გავიმეორო ის სიტყვები, რასაც იმედი პოსტივი და ასე შემდეგ ეს რუსულ სტილში მოიერიშე, თქვათ, პროპაგანდისტები აკეთებენ. ამიტომ ჰუმანურობა, დეჰუმანიზაცია ადამიანის ეს დაიწყო ცალკეული ჯგუფების მიმართ 2012 წელს. ესე არ არის, რომ ყველაფერი უცებ წამოვიდა. ეს თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ 2012 წელს ეს იყო საჯარო მოხელეების მასიურად განთავისუფლება, მათ შორის ჩვენი მომხრეების დაკავება, გამოკითხვა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დევნა, ციხეში ჩასმა, არ ვიცი, ძალიან მძიმე, თქვათ, მოვლენები, რომელიც უძღოდა, თქვათ, სხვადასხვა ძალადობრივი ფაქტები, ხო? ანუ ეს ყველაფერი ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, ამიტომ ჰუმანურობის იდეით და ლოზუნგით მოსული ქართული ოცნება აკეთებს ზუსტად იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა და ეს საბოლოო გადაწყვეტილება არის მისი რუსული მმართველობის სტილის გაძლიერება. ამას გულისხმობს ყველაფერი. სხვა ქვეტექსტი, სხვა, თქვათ, არავითარი სხვა ამოცანა რეჟიმს არ გააჩნია. ისევე როგორც ნებისმიერი წარმომადგენლობის სამუშაო ერთადერთი ვექტორი ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის როგორმე ივანიშვილი გადაარჩინონ, ხო იქ გახსოვთ ალბათ სპილბერგის ფილმია რიგითი რაიანის გადასარჩენად. ხო, ანუ ბიძინა რიგითი ივანიშვილის, უпростоრად მათთვის ეს რიგითი არ არის, გადასარჩენად ეს არის მთელი ოპერაცია, რომელსაც აკეთებს ყველა, რომ ივანიშვილს სანქციები არ დაუწესდეს, რომ ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს, რატომ? იმიტომ რომ სარგებელს ხედავენ ამაში ფინანსური კუთხით. სასარგებელი რა არის, რომ იმ ფულს, რომელსაც ართმევენ ადამიანებს, ამ ფულს იდებენ ჯიბეში, ხო? ანუ და შემდეგ უკვე მერე ვინც ზედმეტი ფული ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის, რომ ზედმეტი ფული გააკეთა, მერე უკან ართმევს, თუ ადამიანები წინააღმდეგობას უწევენ, მაშინ ეს ადამიანები, არ ვიცი მე, რაღაცნაირად თვითმკვლელობის ამ წარმოუდგენელ გადაწყვეტილებას იღებენ, თუ ჯერჯერობით არც ვიცით ეს მკვლელობის მცდელობა იყო განსხვავებული
მართლობა. ამიტომ ეს ყველაფერი და ეხლა საერთოდ აღმოჩნდა, რომ მართლაც წარგზავნილი ყოფილა ბატონ მდინარაძე თურქეთში, ხო? ანუ რა ინფორმაციაც გამოდიოდა, ეს დასტურდება. ანუ თქვენ პოლიტიკოსები ავრცელებენ გარკვეულწილად, თქვენ ავრცელებთ. ამიტომ ყველაფერი რო შევაჯამოთ, ხო, ერთი რამ მინდა თქვა, იცით, რომ ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია სადგურის მოედანზე, როდესაც ჩამოინგრა ეს სინკარი ფასადი და არ ვიცი, ხა იქ ადამიანები დაიღუპნენ, ჩემი შვილი ბეწვე გადარჩა, მაგრამ იქ აფრთხილებდა მერიას, რა ვიცი, სამეზობლო და ადამიანები, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა და შეიძლება ეს სინკარი ჩამოინგრეს, ხო, დაძველებულია და მისი მოხსნა, თქვათ, არ დაჯდებოდა დამიჯერეთ იმხელა რესურსი, რა რესურსითაც ეხლა შეუტიეს, თქვათ, დევნილებს, იმიტომ რომ ეს არის პოლიციაზე დახარჯული რესურსი, ეს არის რესურსი, არ ვიცი, გრევაზე, რომლის გრევას თქვით, ანუ ის სინკარი არ ჩამოიღეს და ის გრევა დაიწყეს 15 წუთში, როგორც კი ხალხი გამოყარეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჰუმანური პოლიტიკა ვერ ექნება რეჟიმს, ვერ ექნება პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ჯგუფს თანაბრად მისცდეს ის სიკეთე, რომელიც სახელმწიფომ უნდა აძლიოს საქართველოს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, რეჟიმის ძირითადი ორიენტირი ეს იქნება რაღაცნაირად იმ მოწყვლადი ჯგუფების, ადამიანების, თუნდაც სოციალურად დაუცველი ადამიანების მიბმა ისე, რომ მათგან მიიღონ მხოლოდ ერთი სარგებელი და ეს სარგებელი არის ლოიალურობა რეჟიმის მიმართ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დასაფიქრებელი, თქვათ, განსახილველი ის კი არ არის, როგორი უნდა იყოს, რატო ხდება ესე, უბრალოდ რატო არის ესეთი არაჰუმანური რეჟიმი. რეჟიმი ყოველთვის არის არაჰუმანური და თუ დაუშვათ ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ მას არ მიადგება რეჟიმი, აუცილებლად ეს ჯგუფიც აღმოჩნდება სამიზნე. ეს ყველას მინდა უთხრა და ყველას მინდა შევახსენო, არ ვიცი, სხვადასხვა რა ვიცი, ხო? დიქტატორული ქვეყნების მაგალითი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გვესმოდეს.